მოგესალმებით ვიდეოებიდან ინტერნეტში ნახავთ შეხვიდეთ და Lego material. You get them is everything. What's the VR? What's the VR? What's the VR? Show it. What are we doing? Right, where's my video? I am in the zone where you can't stop it. Hitting in your body off his mind. I am in the zone where you can't stop it. Hitting in your body off his mind. Now, come on. Da like it, it quits. Chemar Khazeknebet. Da we go Tatar Sule. Tatar Sule. Rachte ma, nierti orda sami, matsade. Ძალიან მაგარი მოდელია რა, პლიტა, მოტორი, ტრაკის მასაჟორი, ყველაფერი ვაფშე იმენ. და ტრაკის მასაჟორი რა გინდა რო? რუსათასთვის ყოფილა თურმე ძალიან კაი. ვარგისო, რა გიყიდია ეგ რა არის? ემაილ, თავი დამანები იცოდე? დაინახე გუშინ რომ მეც ვიყიდე ტრაქტორი და ახლა მოგინდა ხო შენს? რა ტრაქტორი შენ იყიდე, როკოკა პაჩები ნიგებიზრება. 1 2 და 3 შენ დედას შევეცი მოდი აქ დაგალეწავ თავი. ვისაგინებ შევირო, პროქტიდან გამოგაძრობ ხერხემა. ბიჭო, მარჩენ ხეთი და მომელ. ამოვიდა ხელში შენი რაღაცები, გაგიკეთებ იცოდე მაგ. მოდი მეთქი. ვაიმე, გაჩერდით ახლავე, რა ვერ მოგბესდათ ეს ჩხუბები, კაცო გადავირიე. ხელა ხალხი, რა ვერ მორიგდით, სირწმილი აკაცო, სირწმილი. 1 2 და 3 გაგეჭო ტრაქში პიცარი. გაჩერდი. რა ხდება, რა შეკრება? მოკლედ, ჩემი და პაჯოს მამის თემაზე ვართ აქ რა. სუჩხუბობენ twin-ი წაიღეს, რამე უნდა მოვიფიქროთ. დამტილა უთენია რამ გადაგრიათ რა, ხაშია? პოლიკ, შუა დღის 3 საათია. სანამ სკოლის არ დადეგები არ დამთავრდება შუა დღის 3 საათი ტილა უთენია. ნუ კაი ხო, რა ჩხუბებთ ამ თქვენებს. მოკლედ, ეს დღეს დედა ჩემო უთხრა მამაჩემს თავისუფალ დროს უსმანში რომ ატარებ და ჯანმრთელობაზე პრობლემები გექნებაო. ადექი რამე ჰობი გაიჩინე და იმით დაკავდიო. ხო და ადგა მამაჩემი და სახლიდან ცოტა მოშორებით ნაკვეთი იყიდა რა. იმავე დღეს მამაჩემაც იყიდა ნაკვეთი. სუსტად ჭახანას მამის გვერდით და მაგის მერე ხოცავენ ერთმანეთს. ხან საზღვარს ვერ იყოფენ იმ ნაკვეთზე, ხან რა. ერთხელ იმაზე იჩხუბებ, ჩემზე სწრაფად რაპონჩი თოხნიო. მამა შენი საწყებული თემა იქნება ეგ. ვითომ რატო? იმიტომ რომ მეგრელები ხარ და ყველა მიცის რომ მეგრელები აფერისტები არიან და სულ რაღაცას ხლართავენ. დაიწყო ახლა ისევ. მამა ჩემი იაყოველი მაინც არა. მილიონჯერ გითხარი რომ მამა ჩემი იაყოველი არა. უბრალოდ დააინტერესა კაც და იყო მისული მაგათ შეხვედრაზე 1-20 ჯერ. რა მოხდა მერე? ხო და მეც მილიონჯერ გითხარი რომ მეგრელების აფერისტობა სტერეოტიპია და მაგაზე ლაპარაკს მოეშვი. კაი, გეხოთ თქვენც ნუ დაიწყეთ ახლა. რამე გვაქვს მოსაფიქრებელი. რა მოფიქრება მაგას უნდა? ადამიანის ფსიქოლოგიის აზრზე არ ხარ. საერთო მტერი უნდა უშოვოთ და გაერთიანდებიან. არ მჯერა რომ არხიდა და ლაიკე. ორივეს ნაკვეთს რომ რამე გაუჩალიჩოთ, ესენი იფიქრებენ რომ ვიღაც ერჩით და ამ დასრულების ვიდეოები თუ ინად გაგზელდეს ხარხნო. წავალ ჩემს ვითამაშებ. ტრაქტორები Brawl Stars-ის ვიდეოებსაც დავდი. 20 მეტრი. კაი, მაგაში მოგეხმარებით. კეჩინავთი ვიყიდოთ. ჯერ ვერ იდევა, იმიტომ და დასრულების აიდუება.
მოკლედ 5 ნავთის ბალონი და 17 ასანთი, სულ 80 ლარის იქნება. კი ბატონო. მოიცა ეს ამდენი ნავთი და ასანთი ბავშვებს რა გინდათ? მოიცა შენ დევიშვილი არა ხარ? კი. არირო. მე გეტყვა აქამდე დევიშვილს ნავთს კი არა იარაღსაც მივყიდი თუ რამე. ძალიან კარგი კაცია, იაღოველების შეკრებაზე დავდიოდით ხოლმე ერთად. ახლა გადავხადეთ და წავედით. ჩვენი ბაზაკლების ბარათი ხომ არ გაქვთ? არა, შემიძლია გაგიხსნათ? არ მინდა მადლობა. ოჯახში წავსვლა იმათი პირადობითაც შემიძლია გავატარო. არ გვინდა კაცო არა. შემიძლია ხომ არ ჩადუდგნით? აქციაში გვაქვს. წავედით აქედან სანამ გამიფრენია. 2022 წლის დასასრულს. არ გამოტოვო წლის ნამდვილი სანახაობა. ობა წლის ხმული 3. 1 2 და 3, ალო. რა? მოვდივარ. 1 2 და 3 ვარგისო, რა ქენი ბიჭო, ტრაქტორი დამიწვი? არა კაცო. აბა თავისით დაიწვა? იმიტომ დაგირეკე რომ შენი და ჩემი ტრაქტორიც დაიწვა. ემაილ, იცი ეს რას ნიშნავს? კი, ვიცი, ტრაქტორები აჯაყდნენ. ტრაქტორები კი არ აჯაყდნენ, ვიღაცა ორივეს გვერდჩის. ახო, ეგეც კი. 1 2 3. ერთი ორი და 3 მიხარია რომ როგორც იქნა საერთო მტერმა გაგვაერთიანა და აგერ კაკაჩიების და ხრუბელაშვილების ოჯახი ერთად ვუზივართ სუფრას. მაინც ძალიან მაინტერესებს რა, ვინ გადაგვეკიდა, ან რა უნდა საერთოდ. მაგაზე მერე ვიფიქროთ, ჯობია ახლა მშვიდობით დავთქვით კაცო. მამა, რაღაც უნდა გითხო. მეგრელები მართლა აფერისტები ვართ? რა? მე გვინ გითხრა. პოლიკამ მითხრა, მეგრელები აფერისტები ხართ და სულ რაღაცას ხლართავთო. შვილო, ახლა ერთ რამეს გეტყვი და კარგად დაიმახსოვრე. როცა გაიზრდები შენითაც მიხვდები რომ ადამიანი კიდეც მოიტყუება, კიდეც დააშავებს, კიდეც იაფერისტებს, თუ ამის საჭიროება ან აუცილებლობა ექნება. იმიტომ რომ ჩვენ ზოგადად ბოღმიანი, ღვარძლიანი და ეგოცენტრული არსებები ვართ. გინდა მეგრელი იყოს, გინდა თბილისელი და გინდა თავსულელი კიდე. ქვეყანაზე ყველა ადამიანზე ასეა. თუ ვიღაცა 5 კაცს მოსწონს, 5 უეჭველი შეცვლებულია ყოლება სადმე. მე იმას გირჩევ, რომ ცხოვრებაში შენს გვერდით იდეალური ადამიანების დაყენება კი არ მოინდომო. ეცადე ისეთები იპოვო, ვიზეც ნერვები ყველაზე ნაკლებად მოგეშლება. ემაილ 15 წელია ცოლქმარი ვართ და ასეთი ჭკვიანური არაფერი გითქვამს. ხო და დავლიოთ მაშინ და სვამა დავლიოთ ესე ორი ჭიქი და 3 დავლიოთ კაცო, ასეთი ამბავია შეიძლება და აზი არ გადმოდა ახლა უნდა დალიო კაცო. ამდენი ხანია ერიდების ასმელს და შეიკავეთ თავი არ ჯობია? მართალი ხარ ინგა რა, უნდა ისწავლოთ რომ დალევა საერთოდ არაა საჭირო კარგი დროის გასატარებლად. ის გაიგეთ, გივის თურმე ძროხა გაიქცა და დარბის თელ ქალაქში აწყვეტილიო. არა, არ გამიგია კაცო. 1 2 და 3, აჰა! ახლა მივხვდი ყველაფერს შესირისტიანო. რაო? უეჭველი შენი დამწვარია ეგ ტრაქტორი. შენ გეგონა ვერ მივხვდებოდი, ხო? და მე რა ვიცი რომ ორივესი შენ არ დაწვი? წავალ ახლა მენაკვეთში და ნახე თუ რამე სამხილი არ ვიპოვო. შენ კი არა მეწავალ და მე ვიპოვი სამხილებს. ტრაქში გაიკეთე შენი ნაპოვნი სამხილების ვინ დაიჯერებს საერთოდ. აი მოგახსენებთ რომ მე ბატუტზე ამსვლელი აღარ ვარ რა. აი ზუსტად 500 მეტრის მოშორებით ავხტი და ახლა ნუ როგორც ხედავთ თქვენს მაგიდას დავეცი. ისე ყოჩახ რო გამიძლო და არ გატყდა. რა მასალაა? ხა, ძალიან უცნაურ სოფელში ვცხოვრობთ რა. წამო პოლიკას გავუაროთ და ნაკვეთში ავიდეთ, მამა ჩვენებს დაველაპარაკოთ. აუხსნათ რაც მოხდა, თორე დახოცავენ ერთმანეთს. გუშინ მესიზრა რომ მელოტი კაცი ვატირე. ხარხარით გამეღვიძა ისეთ სასაცილო იყო. კიდე ბევრი დაგვრჩა ნაკვეთამდე. დროზე თუ არ მივედით ცემენ ერთმანეთს ისინი. არა, აი მოვედით თითქმის. ეს მუსიკა საიდან მოდის? რა ჭემდება? აბა ჩვენც მობას გაუმარჯოს აბა. ხდება. პიზდეც. ჩვენ გონი აქ ჭუბობთ და ერთმანეთს ხოცავთ და რა ხდება კი, მაგრამ რა ამბავია? შევრიგდით კაცო? არა, მგონი ხვდები აქ რაც ხდება. თქვენ სინამდვილეში არასდროს ჭუბობდით, ხო ასეა?
ბაჭო რა სიძახი. მას შემდეგ რაც ცოლებმა სმა აუკრძალეს, ესენი თავს აჩვენებდნენ, ვითომ ჩხუბობდნენ, რომ ნაკვეთში ამოსასვლელად მიზეზი ჰქონოდათ. იმიტომ რომ აქ ბოლომდე სასმრით გამტყვრალიყვნენ. ვა, წლის ყველაზე დიშლა მამების ტიტული მაგ სახში ხო არ გინდათ? კი, მაგრამ მართლა დალევისთვის გავდით ამ ხელა ამბავს? დედა შენ მომხოვა აღარ დალიო, როცა ვსვამდი ნერვებს მიშხამავდა და ეს არაა ცუდი ვარიანტი. ცუდი ვარიანტი არაა, ნახე. და ჩვენ რო ხასიათი მოგვეწამლა არა? ან რა წესია ეს ტყუილები ამ ხელა ხალხმა არ იცით რომ ურთიერთობის გასაღების სწორი კომუნიკაციაა? სწორი კომუნიკაცია გასაღები პირველ წლებშია შვილო. რაც რო გადის ყველაფერი უფრო და უფრო რთულდება. იმედია ახლა ამ აბავს დედათქვენებს არ ეტყვით. და მაგის იმედი რატომ გაქვს ვითომ? მოიცა. ესენი სახში არაფერს იტყვიან, ოღონდ ერთი პირობით. PlayStation 5 გვინდა. კარგი, გიყიდით. მამა იქნებ მაინც ცადო და დედას დაელაპარაკო. სტი. ვარგისო, ვერ გადამირჩები იცოდე, დაგალეწავ თავპირს ბიჭო. რა გიქნია ეს, რა გაგიკეთებია? ჩვენი რჩევა სულ ფეხებზე დაიკიდეს, ხო? კი, მაგრამ PlayStation-ად ღირდა. ხოდა სახურავზე იყო ასული ზაგარს იღებდა. მე რა ქენი? რა ვქენი და დავაჯვი.